მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ესპანეთში, ჩვენს უკან ვალენსიის ულამაზესი რეგიონია და ვსტუმრობთ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ფეხბურთელს, რთულია გამოცნობა თუ ვის. მაგრამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას, გთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი და subscribe-ს დააჭიროთ, მოიწონოთ ეს ვიდეო, დაწეროთ კომენტარები. მოკლედ ბევრი არ ულაპარაკო, ვიცი რომ ვიდეოს შემდეგი ნაწილი უფრო გაინტერესებთ. GeoTeam-ის YouTube არხის შემდეგ ეპიზოდში ჩვენი სტუმარია გიორგი მიხაუტაძე. წავედით. მეგობრებო, ჩვენი ვლოგი იწყება ადგილიდან, საიდანაც ვლოგი ძალიან ბევრჯერ გქონია, მესტალია. ძალიან მალე ვალენსიური დერბი, ვალენსია ვილიარეალი, სადაც გიორგი მიხაუტაძის ვილიარეალი მას უპირისპირდება სტუმრად ვალენსიას. ჩვენ აქ ვართ აბდულაგიოს მატჩის ბილეთისთვის, მალე შევართ სტადიონზე და თამაშს ვუყურებ გიოს ოჯახის წევრებთან ერთად. ეს გიო გაიტანს გოლს და გაგვახარებს, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია. წავყევით და შევიდეთ შეგით. Amardashvili, gran portero, le echamos mucho falta aquí en Valencia. Ojalá le vaya todo muy bien en Liverpool. Muy contentos de haber formado parte de su historia. Increíble, increíble. Se nota la diferencia, un portero top. Esperemos que vuelva algún día al Valencia. Yo creo que, a ver, obviamente fue un portero que nos salvó muchas veces de haber perdido muchos partidos y yo creo que aún a día de hoy sigue teniendo mucho cariño aquí a Valencia. Y, hombre, la verdad es que yo le tengo mucho cariño porque siempre demostró mucho por el equipo y la verdad es que siempre que le veía jugar era espectacular. Sí, la verdad es que le echamos bastante de menos. Porque es eso, a ver, Julen la verdad es que lo hace bastante bien, pero Mamardashvili jugaba a otro nivel, la verdad. Que vuelva si puede, pero es que viendo cómo está el tema, la verdad es que no sé, no lo deseo que vuelva, pero bueno, que le vaya lo mejor posible y que siga así, porque va a llegar muy lejos seguro, la verdad. Mamardashvili es el mejor portero que ha pasado en Valencia de las últimas décadas, segurísimo. Y sé que tiene un futuro increíble. Lo va a hacer genial en la Premier League. Sí, lo echamos muchísimo de menos. Jordi va a costar mucho reemplazarlo y aquí lo echamos muchísimo de menos. Lo queremos mucho. მე-17 წუთისთვის 2-0 ამარცხებს ვილიარეალი ვალენსიას დერბიში. მეორე გოლზე ვიდეოშიც ნახეთ, ძალიან დიდი წული ჰქონდა გიოს. მეკარე მოიგერია მის დარტყმით, თუმცა მანამდე მარჯვენა მწოლს შესანიშნავად გაცდა. და შემდგომ დარტყმა მეკარე მოიგერია და ცარიელ კარში გაიტანეს სტუმრებმა. შვენიერია 2-0 იგებს ძალიან კომფორტული ანგარიშით. და რა ვიცი, იმედი ესეც მიიყვანეს საქმეს ბოლომდე ვილიარეალის ფეხბურთელები.
თამაში მოგებულია 2-0 მოიგო ვილიარეალმა. გიომი თამაშა რაც 75 წუთი. ნახეთ რო გაყავდა თვითონ როგორ გადაეხვია, აშკარად ყოფილი იყო გიოს დღევანდელი თამაშით. მეორე გოლი მან შეიქმნა რა ლომის წილი ამ გოლში გიოს აქვს. წამოდით ხა შევხვდეთ გიოს. მაგრამ ესა მაგარი თამაში იყო. ორი ბურთია იყო იმათ მომეყარე. და ორივე გიოს აუგო. გვინდოდა გაგვეხარდებოდა გიოს გოლი, მაგრამ ემოციური ხარ გიოს თამაშს ყოველს. კი, მომეწონა, კარგად ითამაშა. სიძე გავა ტელევიზოროთ. ო, სიძე. საიდან საით? ჰა, რა სიტყვა თამაშზე? რავი, აბა, კაი თამაში იყო. გოლი გვინდოდა, მაგრამ კარგად ითამაშა გი. რაც თავარია. ცოტა შანსი დაგვაქვს რა. Bitte mal Statistik. Mit. Bitte. Sehr, cheers. Sehr. Dile a Parejo que vuelva a Valencia. Fashion. Dile a Parejo que vuelva a Valencia. C'est où Anna? C'est là-bas? ეხლა მაშინ გეტყვი ძალიან მზე კი ეს fashion ეხლა გეტყვი ძალიან საინტერესო სტატისტიკას დღეს ვალენსიას მეკარეს ჰქონდა 2 სეივი აბა თუ გამოიცნობ ვისა უღორიო ბურთი ჩემი მე გილოცავთ ის მე მეცა მაგ ერთი სტატისტიკა აბა ისი რამდენი ხანი არ მოიგეს ვილარეალმა ვალენსში აბა 8 წელი 8 წელი მერსი საქმეა იცი რომ ნახე რო გახვედი წვრთნელი ჯაგეხუტა მაგრამ ყოფილი იყო კი რა გითხრა თამაში კარგი იყო და კარგი იყავა არ გამეცან თავი და აი კი გახარებული იყო და კაია რომ მოვიგე დღეს მესამე ადგილზე ვარ 20 კულა მესამე ადგილი ნუ გარანტირებული 20 კულა კი ესეთი რაღაც დაიწერა რომ როცა გიორგი მიქავტაძეო 3 გოლს გაიწას ერთ თამაშიო საბასაბაძეს თმები ამოუვაო და მართალია არა გამიტან სამს მაგრამ არ მოიგებს კომენტარებში წერენ რომ სად შეიძლება ამ სათვალის შეძენაო რა ლამაზი სათვალეაო და ნუ რისთვის გამოიყენებაო რისთვის გულშემატკივრების არმიას ისხლიტავსო ესე ანუ ეგ არის ისა რა გულშემატკივრების არმიას იგერიებს ხო კი ახ გაიგე ხა გითხარი რა კი ოკი აი ხო კი სუამოს ესე იგი მოკლედ მეგობრებო, ეხა ვართ ქართულ რესტორანში, ბათუმის ვალენსია. მე გეტყვით საერთოდ როგორ მოხდი აქ რა, მაისში ვიყავი ვალენსიაში და ხოჩო რა მეუბნება რომ ერთ კარგ ადამიანს და შენი გაცნობაო. ზოგადად პირიქით ხდება, ანუ აქეთ ხოვან რომ ფეხბურთელების გაცნობა უნდა და ხოჩო რა მეუბნება აქეთ შენი გაცნობა უნდა ხო. ამ საოცარი ადამიანის რესტორანში მოხდით და გიო, ანა და ანას მეუღლე გიო ისიც უნდა მოვიდნენ ახლა მალე აქ განახებთ. ამაზია, ჯერ არ არის რა თქმა უნდა ყველაფერი, ჩვენი ძმები და თუჩა, იკას გიცნობენ ჩვენი ვიდეოდან. მიესალმე ჯეოთიმის მაყურებლებს მიესალმები ვალენსიიდან. მოვაგიო და დააგემონებს ქართულ სამზოლს, რომელიც საკმაოდ უყვარს, როგორც ყველა ქართულს. Hava. Let's go.
On dirait du riolet. გიო რა ხდება გიო? მოგწონს? მაგარი. აი, მოკლედ მე შეიძლება პატარა ჩელენჯივით ვითამაშოთ. გავაკეთოთ ტოპ 5 ქართული საჭველების, ოღონდ ანუ მე რო ვიტყვი, არ გეცოდინება შემდეგი რა მოდის. ოკეი. დავიწყოთ პირველი იყოს ნიგზიანი ბადრიჯანი და ფხალეული ერთად. მეხუთე ადგილზე. მესამეზე გავიყვანო, მესამეზე კი არა. შემდეგი იყოს ხაჭაპური. მესამე ადგილი. მესამეზე ხაჭაპური. ოკეი. პირველ ადგილზე ველოდები. ნახე რო იცის უკვე. შემდეგი იყოს ღომი და ხარჩო. მეოთხე. მეოთხეზე. წვადი? მეორეზე. ხინკალი? პირველზე. ეს მესი რონალდოს ავიტაა, ხო? გიო მეუნება რომ თემოსთისო რაღაც საჩუქარი მაქვსო და ტაში მსახუროს, მეგობრებო, ტაში. არა, ჩვენ ამისთვის უკვე ჩარჩო გვაქვს. ნახე წინასწარ. წინასწარ განიაზა. და გაჩვენებ ჩარჩოს. დიდი მადლობა ჯოშ. მოგწონს? ვაი. ხო, მithქვი ხوارელოდებოდი ეს საჩუქარს. დღეს არა, ისე როგორ. არა, ისე. დღეს ხوارელოდებოდი. დღეს არა, იმიტომ რომ არა კაცო, ხო. მაგარი საჩუქარი. მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ჯეოთიმის არხის წარმომადგენელია კომპანია აჭარაბეთი, ისინი გვეხმარებიან რომ გადავიღოთ საინტერესო კონტენტები თქვენთვის და მადლობა მათ გარდაჭერისთვის. მეგობრებო, ეხლა ვართ ვილიარეალში. სტადიო დელა კერამიკაზე. ხო და ჩვენ უნდა შევიდეთ გადავწყვიტე რომ ფანშოპში ჩამოსულიყავით თამაშის დღემდე, დავესწრებით ვილიარეალი რაიო ვალიკანოს მატჩსაც. თუმცა თამაშის დღეს ყოველთვის ბევრად მეტი ხალხია, ეს ესე ვთქვათ საცობია ფანშოპთან და დავწყვიტეთ ჩამოსულიყავით თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ფანშოპში. ვიყიდოთ გიოს მაისურები და ასევე გავიგოთ გამყიდველებისგან, ვთქვათ, რამდენად პოპულარულია გიორგი მიქავტაძის მაისური ვილიარეალში გადმოსვლის შემდეგ ესპანელი გულშემატკივრებისთვის. წამოვყევით. ტყუილად ჩამოვიდით თუ არ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ მაისურების ნაკლებობა აქვს ზომებში. ან 2XL-ი აქვს, ან XS-ი მაისურები. როგორც ჩანს, თამაშის დღეს დავამატებენ ახალ ზომებს. ამიტომ მოდი გავესაუბროთ რამდენად გაყიდვადია მიქავტაძის შიფტიანი მაისურები ვილიარეალის რეგიონში. ვილიარეალის რეგიონში, ვალენსიის რეგიონი, ამ გონულია ქალაქ ვილიარეალში. A ver, la verdad es que es un jugador que está vendiendo bastantes camisetas. Viene mucha gente preguntando por mí, y la verdad es que se está vendiendo muy bien. მოკლედ, დღეს არის 30 ოქტომბერი და საღამოა და რამდენიმე საათში არის ჩვენი ჟორჟინიოს დაბადების დღე და მე და ძმები კევლიშვილები, ჩემი ძმები. გამარჯობათ. საფრთხემელი ნემელი. ჯეოთიმის მაყურებელს. მივდივართ გიოს დაბადების დღეზე, ხო და უნდა აღვნიშნოთ 25 წლის ხდება. ჩემხელა. ყველაზე დიდია ჩემხელა. წავედით მოკლედ და საინტერესო საღამო იქნება ჩემი აზრით. ხო, რა თმები შემჭრას რა. Bro, you could Puedes cortar el Do you speak English, bro? Yes, So handsome, so handsome. გიო ლამაზდება დაბადების დღისთვის. Bogas. როგორ არის? Bogas. ბოგას.
ხდები 25 წლის. შენი ცხოვრების ტოპ 3 სპორტული ტოპ 3 მომენტი მითხარი. Top 3? ხო. პირველ ადგილზე დავიწყებ ევროპის ჩემპიონატის ევროპის ჩემპიონატი. ევროპის ჩემპიონატი, მეორეზე გოლი ჩემპიონთა ლიგაზე და მესამეზე პროფესიონალი მოვაწერე ხელი პირველი კონტრაქტი. დაცალა ენერგიები? გიო, მოკლედ შეთუს თხოვეს რომ ეს ვიდეო გამომეგზავნა და აბა ერთი ჩართე და უყურე ერთი რა არის აბა. Jean anniversaire. გილოცავ ჟორჟინიო, რავალ დაესწარი ჩემი ძმა. წარმატებები, ბედნიერება და ყველაფერი მაგრად. გოლები გაიტანე, გოლები მიყვარს დავაში. Georgie, joyeux anniversaire, frère. Merci beaucoup. გილოცავ, გიო. მიყვარხარ გულში ძმაო, რავალ დაესწარი, ბედნიერება, სიხარულს, ჯანმრთელობას და ყველაფერს აუღწევს ვისურვებ შენ საუკეთესო და საყვარელ ხალხთან. შენი ბედნიერება და ჩვენც ძალიან ბევრი ბედნიერება მოგვანიჭი შენი გოლებით და შენი კარგი ხასიათით. ძალიან მაგრამ მიყვარხარ. ხო იცი შენი ძმა ხარ პირველი დღიდანვე და აში დაგჭირდები შენ გვერდით ხარ რა. აბა შენიც ხა ვალენსიაში კარგად ისიამოვნე და ასიამოვნე ილიარიადის გულში მათგივარი. მიდი ჩაგეხვდე და მიყვარხარ გულში. Georgie, გილოცა დაბადების დღეს. შესაძლოა ოჯახთან ერთად ბედნიერი, წარმატებული და ჯანმრთელი ადამიანი ყოფილიყო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და აბა შეინცებული ადამიანი ცხარე ეგეთი დარჩი სულ წარმატებები და ღმერთი შენსკენ ძმაო შენს გვერდში ვართ. ნიკო, გილოცავ ძმაო დაბადების დღეს ღმერთთან ჯანმრთელი და ბედნიერი. ეს რა ლამაზი ცხვირი რო. სულწის ყველა წარმატება ცხოვრებაში. ბევრი გოლები ვიყვარხარ მაგრამ ჟორჟინიო, გილოცავ დაბადების დღეს, ყველაფერს აუგზის ვისურვებ შენ და შენ ოჯახთან. ხო რა? გოლი. ნახე ხელას გეტყვის? მიყვარს გოლები. შენ სახში ვარ. ვარდირო, გილოცავ დაბადების დღეს, გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს, შენ ოჯახთან საყვარელ ადამიანთან ერთად, გისურვებ ულიმიტო გოლებს, ულიმიტო ასისტებს და რაც თავარია, შენ საქმეში ყველაფერს საუკეთესოს. აბა შენც გოცნდა ჟორჟ, გილოცავ დაბადების დღეს, რავალს დაესწარი, ჯანმრთელობას, ბედნიერებას გისურვებ შენს ოჯახთან ერთად, როგორც ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში და ბევრი წარმატება. რაც ყველაზე ძალიან მაგრად გამოგდის და ყველაზე ძალიან მაგრად გიყვარს, სულ იტანე გოლები და აბა შენც გულშემატკივართ და ვიყვარხარ ძალიან. ჟორჟ, გილოცავ დაბადების დღეს. რავალს დაესწარი, რა თქმა უნდა, შენ ოჯახთან ერთად ჯანმრთელად, ბედნიერად და ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, ძალიან მაგარი ფეხბურთელი ხარ და ისიამოვნე შენი თამაშით და გვასიამოვნე ჩვენც, იმიტომ რომ ერთი ისიამოვნება შენი ყურება სტადიონზე და გვიყვარხავ გულში ყველას და სულ უნდა იყო ჩვენი ბომბარდირი, აბა შენიც. ჟორჟ, mon frère, გილოცავ დაბადების დღეს, რავალს დაესწარი. ეს ფრანგული შენასწავლე, ამათ? ცხოვრებაში და ბევრი წარმატებას, აბა შენიც გოსინდა. მაგარი. დასეტყოდი ბიჭებს. დიდი მადლობა ძმებო და მეც მაგრამ მიყვარხარ სულ ყველა. Ah, c'est pas encore minuit, encore 20 minutes après. Guillaume!
Injure. C'est comment aujourd'hui Ralamazi Drea, vas-y. Ralamazi Drea, Rana Elizea, Divitom Rombres Dios, Lava de Bizrea, Kilotzam. როგორი ტორტი იყო? მაგარი. მადლობა თემურის სხინკლეს. თემური. ესე გიყვარს ხინკალი? აგრა. Ronaldinho რო აკეთე და ჩემპიონთა ლიგაზე რო ის კამერა რო მიდოდა. Kikensio. Kika. Tiens. Viens ici. Happy birthday to you. On fout cher, on se met autour de lui. Ozdakhuti. Attends. Ah, venez, on fait le tour. Mets-toi au milieu, il va virer le chien. Attends, viens. Il va se tirer. ჩემი დღე დამხტარდა და დიდი მადლობა ყველას ვინც მოვილოცა დაბადების დღე. ესეც ასე მეგობრებო ჩვენი ვიდეო გიორგი მიქაოტაძესთან დასრულებულია. ამ წამს დაუბრუნდი სასტუმროში დაბადების დღიდან. გიოს კიდევ ერთხელ ულოცავ დაბადების დღეს უსურვებ ყველაფერს საუკეთესოს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ბევრ წარმატებებს როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში. და დაწერეთ კომენტარებში თქვენი სურვილები, რას უსურვებდით გიოს და წავაკითხებთ აუცილებლად. ცოტა განსხვავებული ვიდეო იყო, იმედია მოგეწონოთ, ისიამოვნეთ და გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არქივისაც, ეს აქამდე არ გაიკეთებია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოიწონოთ ეს ვიდეო და დატოვოთ კომენტარები თუ თქვენი არის საიდან იქნება ჩვენი შემდეგი ვიდეო, იმიტომ რომ აქედან მივდივართ შემდეგ ახალ ლოკაციაზე და არ ვამბობთ სად, იმიტომ რომ როცა ეს ვიდეო დაიდებათ, ჯერ არ გეცოდინებათ სად მივდივართ და მაინტერესებს რამდენი გამოიცნობთ თუ საიდან დაიდება ჯეროთ იმის შემდეგი ვიდეო. აბა დროებით და მომავალ შეხვედრამდე კარგად.